მებრძოლი ლურჯ კუთხეში ოტიკო ხურცილავა არის 16 წლის მისი სიმაღლეა 168 სანტიმეტრი ოტიკო იწონის 60 კილოგრამს წარმოადგენს საბრძოლო კლუბს ჭყონდიდი მარტვილი საქართველო მებრძოლი წითელ კუთხეში მათე მაკაცარია არის 16 წლის მისი სიმაღლეა 166 სანტიმეტრი მათე იწონის 60 კილოგრამს წარმოადგენს კლუბს ეგრისი სუგდიდი საქართველო ისწავს საჯვარი თითება მებრძოლებს იწყება რიგით მე-6 ორთაბრძოლა რაც შეგვიძლია ვნახოთ ხურცილავა არის შედარებით ათლეტური მებრძოლი მაგაცარიასთან შედარებით მაგრამ ხოლო ათლეტურობა არ არის საკმარისი აგრესიულად დაიწყეს ბიჭებმა კარგად პასუხობს ახლა მათე მაკაცარია სუფთა დარწმებს სტილობს ოტიკო დაპრესოს მოწინააღმდეგე აგრესიულად მიდის წინ თუმცა მათეს დარწმები უფრო გადის მიზანში ამ ეტაპზე ტექნიკური გდება იყო ეს მაკაცარია კარგად იყენებს მუხლებს რასაც ხვიაო ოპა ძლიერი დარტყმები შესანიშნავი კომბინაცია თავი ფეხი დაუზიანა მაკაცარიამ ორივე სართულზე ფეხი მუშავა და რა სიტყვი ხურცილოვას შეეტყო მგონი ცოტა დაღლა რა მაკაცარიასთან შედარებით დაღლა შეეტყო და ნუ ზიანიც მეტი გადის ეგ თავისთავად ეს მათემატიკას იგრძნო როგორ ჩანს და აწვება მებრძოლს ის მოწინააღმდეგეს ძალიან დაყრილულად გამოიყურება ახლა ოტიკო ხურცილავა მათესთან შედარებით კარგი კომბინაცია აქ ხურცილავასგან კარგად უტევს ხურცილავა სხვათა შორის უბრალოდ აი პასუხებში ხიას ოვებს წერატესობა მათეს ხო კარგი სპინინგ ბექი ახლა ბლოკში მოხდა ეს გადარჩა ახლა აუ ძლიერი დარტყმები მათესგან აქ სახეში და მუცელში შემდეგ ისევ ძალიან სწრაფი ხელები აქვს აქ მაკაცარიას და ისევ ეს ამჯერად დავიდა მიზანში ჩემს აზრით კი ოვერჰენდი აქვს მათესგან პატარა დავნეულობა ვიხილეთ სერიოზული დარტყმები იფსნეს მებრძოლებმა ერთმანეთის დარტყმები და თავიდან ახლა უპირატესობა მათესთან გადაიხარა მიზანში გატარებული დარტყმების ხარჯზე თუმცა ბოლო წამებზე უფრო ამოქოქა ოტიკომ კი აი შედარებით რო დაიღალნენ მერე გააქტიურდა ხურცილავაც მაგრამ ნახოთ ეს ჯერ პირველი რაუნდი იყო ახლა იწყება ყველაფერი
კარგად ჩაუსვა ის ორი სპინინგ ბექი, რა სიტყვი? წინას ბრძოლაზე ერთი მოხდა ბლოკში როგორც ნახე და მეორე გაატარა, მაგრამ არ თუმცა შეიჭრა. არ იყო აი ისეთ სუნთქვაზე დაჭერილი, როგორც აი მაგალითად წინა ბრძოლაზე ვიხილეთ. კარგი ამტანობა აქვს ასევე მაკაცარიას, აღნიშნოთ ისიც. და ძალიან სწრაფი ხელები აქვს. რაც შეეხება ხურცილავა შედარებით აქ ათლეტური არიან, მეტი დავა ჩემი აზრით ხელში. წავიდა მეორე რაუნდი. აბა ვნახოთ. რა შემოგთავაზებენ მებრძოლები? ეთქი გიფსელობა ქონდა მათ ეს, მაგრამ არ გავიდა. რასაც ავაკვირდი მეორე რაუნდში უფრო მარჯვენა ფეხს ამუშავებს მათე თავში, თავის მიმართულებით. ალბათ კუთხე მისცა ერჩევა. იგრძნო ის. აი დაასტრო ახლა მიუხვდა ჩანაფიქს მაკაცარია. არ რისკავენ, არც ერთი არ რისკავს. გაწონასწორებულად იბრძვიან ბრძოლები. დაიღალა ეხა. ძალიან დაიღალა ხუცილავა და იყენებს ამას მაკაცარიაც. ანუ ყოველ შეტევას თითქმის მათე იწყებს მაკაცარია და ეს აქტივში ეთვლება რა. სადაც ბოქსას, ლოუკის ბოქსას კარგად იყენებს. კლინჩი. მუხლებს აი ძალიან ბასრე მუხლები აქვს მათ ეს და კორპუსში კარგად უსვამს რაც აქედან ჩანს აი კიდევ ისევ აი კლინჩი ბეკიკის წელობა ქონდა კურცილოვას და ზუსტად მაგ დარტყმის დროს იყენებს საპასუხო კარგ დარტყმას საპასუხო მაკაცარია აი ეს კარგი ოვერჰენდი იყო თითქოს ჩანს ხულცილავას დარტყმები, რასაც იყენებს სათავისუფლო მაკაცარია. აღლილები არიან და შედარებით დიდი ხანი ჭირდება დარტყმას შესასრულებლად. ისევ კორპუსში მუხლი. კარგი გაცხრები ახლა ორივესგან. ორივე მებრძოლს მოხდა. იგრძნეს ეს დარტყმები. ლოათი წავიდა. დამთავრდა მეორე რაუნდს. კარგი რაუნდი იყო, ეს უბრალოდ შედარებით მეოთემში. პირველი რაუნდის განსხვავებით იმდენი მნიშვნელოვანი დარტყმა არ გვინახავს, მაგრამ სულს და გულს დებენ მებრძოლები. ცოტათი უფრო დაღილად გამოიყურება ხულცილავა მაკაცარიასთან შედარებით. თუმცა ვნახოთ როგორ აღიდგეს ახლა ამ შესვენების დროს არჩევა დალეგებას მიიღებს. რეალურად მესამე რაუნდი არის საჩემპიონო რაუნდი, ყველაფრის გადაწყვეტა არის შესაძლებელი ამ რაუნდში. არ გამოვლინდება ახლა მებრძოლების მომზადება და მათი ხასიათი. ჩემი აზრით ახლა მაკაცარია გამძლეობის უფრო უკეთეს მდგომარეობაშია და არ უნდა აცალოს ენერგიის აღდგენა მის მოწინააღმდეგეს. ახოთ რა იქნება ისე დაგდა. აიწყო
ლურჯი კუთხე არის ხურცილავა, წითელი არის მაკაცარია შეგახსენებთ. კარგი დარტყმა ჩაუსვა ახლა მუცელში მაკაცარიამ ხმაზეც. აი მაიგერი აი შეაკვეთრა კუთხეში ყავს ხა არაცლის მოძრაობის საშუალებას მაკაცარია. უნდა გამოვიდეს ხურცილავა კუთხიდან არ უნდა გაუჩერდეს თითქოს ახლა მაკაცარიამ რაღაც ტემპი დაუჭირა და ერთეული დარტყმები ცდილობს გულების აღებას სერიების გარეშე. კარგად მუშაობს მაიგერით ხურცილავა, თუმცა პირდაპირი გაატარა. თუმცა ხო, აი მაგ მომენტს ელოდება ეს მაკაცარიაც. ხურცილავა უნდა იაქტიუროს ახლა. ნამდვილად ჭირდება ახლა ხურცილავას აქტიურობა. უნდა დაიჭიროს ცენტრი რამენაირად. გამე აფეთქება სჭირდება, თორე ასეთი ტემპით რთულია ბრძოლის მოგება. კარგი ჩუდანი აქვს უცელში მიდლ კიკი. ხურცილავა დაღლილია და დარტყმამდე აქვს ტელეგრაფი და ხვდება აქედან გამომდინარე მაკაცარია. წინასწარ ხედავს ისი დაშვება უნდა ხურცილავას. მაკაცარიასაც შეიტყვა მასობაში გაყვა, მაგრამ ცენტრი მაინც მას უჭირავს. კარგი კომბინაციები აქვს. აი აქ უნდა ჩადონ ახლა მებრძოლებმა მათი ბოლო ენერგიები, რაც გააჩნიათ ყველაფერი. ცოტა ზიანი შეიტყო ხურცილავას მარჯვენა მხარეს თვალთან. აი ზუსტად იგივეს აკეთებს მაიგერი და შემდეგ ამ მაიგერზე ჭერს მაკაცარია. ძლიერი მუხლი იყო კორპუსში მაკაცარიასგან. ხო წარვია მგონი გახეული და დასრულდა ბრძოლა. თავი თავს გაარყეს იმ მომენტში. აუძახებულა ხექიმს. ყველაფრის მიუხედავად საერთო ჯამში საკმაოდ დაძაბული ორთაბრძოლა ვიხილეთ. აი მესამე რაუნდში თითქოს მაკაცარიამ გადატეხა ეს ბრძოლა და შედარებით აქტიური იყო, მე ასე ვიტყოდი. მაგრამ დასაფასებელია ორივე მებრძოლის გამდიდაობა და სულის ყვეთება, რომ ასე აგრესიულად იბრძვიან ჩვენ ოქტაგონს.
მეგობრებო, ამ ძალიან სასტიკ, დაგონზე. საკმაოდ საინტერესო და დაძაბულ ორთაბრძოლაში გამარჯვებულია მათე მაკაცარია. მიულოცოთ მათემატიკას. ოტიკო ხურცილავა. გავაცილოთ აპლოდისმენტები. შევაქოთ ხურცილავაც მისი თავდადებისთვის, რაც მან დღეს გვაჩვენა. კარგი ბრძოლისთვის. მათე, გილოცავ გამარჯვებას. როგორ შეაფასებდი შენ თავს? რამდენად კმაყოფილი ხარ შენი ასე ვთქვათ კონტრფანჩერობით, იმიტომ რომ ერთ დარტყმაზე სამსაბრუნებდი. მე ფრია შტაბეჭდილი ვარ. შენ როგორ შეაფასებ შენს თავს? ჩემ თავს დიდი რამით ვერ შევაფასებ, მაგრამ ამ გამარჯვებისთვის მადლობას ვუხდი ჩემს ძროხს ირაკლი ყაბავას. თითქოს და ისე დავინახე მე პირადად, რომ გამძლეობა ოდნავ დაგაკლდა ბოლოსკენ, რომ აი ფერვერკი მოგეწყო აგერ. სწორად დავინახე თუ სწორად დაინახეთ. კეთილი, რატომ მოხდა ეს? რამე პრობლემებია გამძლეობასთან დაკავშირებით თუ უბრალოდ მომზადებაზე არ გეყო დრო? რაც არის ეგ გითხარია, ყველას გვაინტერესებს. შრომა დამაგლა ძალიან ცოტა. დარწმუნებული ვარ, რომ შენ მეც იშრომებ და კიდევ უფრო მაგარ სანახაობას დაგვიდებ. ამ და სხვა მრავალ რინგზე. მათე მაკაცარია, აპლოდისმენტებით გავაცილოთ და მიულოცოთ გამარჯვება.